Toda haeri mogweti.
როგორც ხედავთ, დაშავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დაკავებასაც ცდილობდა. გვერდებზე. პულსი კარგად არის. აი, ხო. High school is a Bushti school is a რა ხდება? კიდე დაიწყეთ ხალხო. ხო? ერთი ბუშტის გამო გამოდი ნოში გამო წავიბარე ნელაიდო აკედო ადგილზე დაშავდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი. Every argument, every house from Makanashi. Давай, ყველა მანქანისი ჩაჯე. დაჯერით ყველა მანქანებისი, დაჯერით. მანქანა მეიყვანე. სტორი გაატარა, სასწრაფო მოერა. გაიციე სასწრაფო მოუშვით ყველა გაიციე. გაიციე ბიჭო სასწრაფო მოუშვით, არჩი შე.
სასწრაფო. აშა გაყარე, გაწიე, სასწრაფო მოუშვით. ჩქარა. გაატარე, სასწრაფო, გაატარე. კორტიზი დავალევინეთ რაღაცები. Ben aksiyis monatılıyoruz. დაიჭა, ყველა დაჯექით. დავაი დაჯექით, ახალგაზრდები დაჯექით ბიჭო, რაჭით დაჯექით ბიჭო. დაჯექით რასუსტი. დაჯექით ბიჭო, დაჯექით. გელა ბიჭო მოგიდეთ ხელი ას რატოაგინე ბაქსვენია ბიჭო შენი კადრები აგერმა გოაგინე ბოკალაკეს უნამუსო აი მიდიხარ ბიჭო თქვენ გიჟებ ხო არ წადით უკვე ბიჭო ვარესი გამოაეშო მოუხმობ თელ ბათუმს შვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციამ ამ წუთისთვის დააკავა ახეთ ხელჩართული ჭუბია პოლიციასა და ჯოხიანკა სადაუწყავზე უნამუსო შენ როგორც ხედავთ პოლიცია გადავიდა დაკავებებზე და თავდასხმებზე აქციის მონაწილეების თაზო გამოდი უკან თაზო გამოდი აქ გადი დაჯექით ბიჭომა დაჯექით აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანას ახლა არ ატანენ არაძლევს შესაძლებლობას თუ გავიდეს ტელევიზია სატოეჭხუბები ვინ მოგცა მაგის უბლება რა საკეთებ რა ჭიტაო ჟურნალისტია ის ხوارა მორეგბისტია
აი პოლიციელები იყო რომ აგინებდნენ აქციის მონაწილეებს. გამოაკეთე დაგწვენია. ვაგაციო, აკა კადრები ზუსტად რა. სისხლია რა საკეთებდი. შემარია პუსტი. პუსტი შემარია. მადლობა პოლიციელებს გინებისთვის, დიდი მადლობა. აი ირაკლი კადრები მაგ დაგე რა. კადრები მაგ როგორ აგინებენ პოლიციელი მოქალაქეებს. აქცვენია ხალხო. გამოაჭიროთ. მოგახსენეთ რომ რამდენიმე წუთის წინ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ახალგაზრდებმა მთავრობის აპარატის წინ საჰაერო ბუშტები გაუშვეს პოლიციამ ახალგაზრდებს მოპარა საჰაერო ბუშტი და ამის შემდეგ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებებში კადრებში შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ექცეოდა პოლიციელები აქციის მონაწილეებს იქცეოდნენ აგინებდნენ ახალგაზრდებს კადრებში კარგად ისმის თუ როგორ თავს ესხმის პოლიციის წარმომადგენლები აქციის რიგით მოქალაქეებს რომლებიც არანაირ წესრიგს არ არღვევენ ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე უწყვეტ აქციაზე რამდენიმე წუთის წინ აქ საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო ახალგაზრდებს დაუპირისპირდა პოლიცია წაართვეს აგრეთვე საპროტესტო ტრანსპარანტები და ის კრეატიული აქცია ჰქონდათ ბუშტები საჰაერო ბუშტები გაუშვეს რიჟვაის კაბინეტთან ისიც ააქცეს ამავდროულად პოლიციამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თავს დაესხა აქციის მონაწილეებს და თქვენ ხედავდით ლაივის მიმდინარეობის დროს როგორ უშვერის სიტყვებით ამის აგინებდა პოლიციელები აქციის მონაწილეებს მინდა გითხრათ რომ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე მათ შორის და ამ ინციდენტის დროს დაშავებულია რამდენიმე ჟურნალისტი როგორც მაცნობებენ ახლა დაშავდა სულ 2 ადამიანი უცელში აბჭაკო დაყოდი? აი. მეცენჩი იქნები? დავით. როგორ არის კახა? და შერაგჯის. პოლიციელმა რომელიც სამწუხაროდ ჩამატყავდა და როგორც ხედავთ პოლიციელმა ფიზიკურად გაუსწორდა პოლიცია აქციის მონაწილეებს როგორც ხედავთ პოლიციის მიერ დარბეულია რამდენიმე კარავი დაზიანებულია აქციის რამდენიმე მონაწილე და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახლა ისინი გადაყავთ ძირში იდეა კიდე არ მოდის არავინ და კობა რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება არაფერი კაცუნა რიჟვაძე ვერ აიტანა პატარა კაცუნა აი ამოდენა კაცუნა მონაც რომ არ არის მონის მონა რომ არის პუტინის მონის მონა რომ არის რიჟვაძის მონამ ვერ აიტანა ახალგაზრდები მივიდნენ და ბუშტი აუშვეს სადაც ერთადერთი რაც ეწერა გამოდი შეგდიხარ შემოუშვეს პოლიცია დააკავეს ორი ჩვენი მეგობარი ამათ ქონიათ ამითი ამათ და ეს მუხტია აი ივანიშვილო შენი დღეები დათვლილია რიჟვაძე შენი დღეები დათვლილია დამთავრებული ხარ თქვენ მონის მონები
თქვენ მონებო, თქვენ მონის მონებო, დამთავრებულია თქვენ. ეს ესე არ დამთავრდება. ძალიან ცუდად დაამთავრებთ. როგორც ხედავთ, დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციის შორის. პოლიცია თავს დაესხა აქციის მონაწილეებს. ახალგაზრდების ჯეულაციას მოპარეს ტრანსპარანტები. როგორც ცნობილი ხდება, ამ წუთისათვის დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, ჯერჯერობით დაგუსტებული ინფორმაცია არა. კადრში როგორც ხედავთ, პოლიციამ გაუფრთხილებლად დაიწყო აქციის მონაწილეების დაშლა. ფაქტიურად ადგილი ქონდა პოლიციელების მხრიდან თავდასხმას. თქვენ კადრში ხედავთ, როგორ აყენებდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნუერევი მაშინ შენ ნუერევი ნუ გაბლოკირებული არა რატო ხეხარ გაიწე რა წესი ვარ ბევდი ვამტრევდი რა და შენთან კიდე უკან ვიყავით გახეულები ხო? რო გამოვიდეთ და ის მესაუბრე რომ მესაუბრა ახლა არ გამოდის ხო შეყუთული გალიაში შემწყვეული კურთხელივითა ხელებს რატო დამემუქრა შენმა თანამშრომელმა? რის საფუძველზე დამემუქრა? ეგ ძალიან მაგარი ზარგია. პრეზიდენტს ხوار მივმართო, რის გამო უნდა მემუქრებო? რის გამო მემუქრებ პრეზიდენტს ხوار მივმართო? რომელ პოლიციას მივაგებთ ძალადობა? მიხარიაბა? რომელ თვითონ გაყენა პოლიცია? დამანახეაბა? რომელ პოლიციას? რომელ შვიდობია მოვიდინგე? აკვეჟიდელა გაყენა თვითონ გადამეტებული ძალის სარგებლო სარგებლო ჩვენი მაპატივიზმი და ამ დროს ყველანაირი ბოროტების მატარებელი გამხარ თქვენ ხარ ბოროტების მატარებელი მე შენი აგრესია შენი მუგარი საერთოდ არ მეშილია შენი მუგარი როიცოდ საერთოდ არ მეშილია აი რა ასკია დამშვიდი რადო ბიჭო ვისა ბუდვალდა მე მოგირები არ მიდი პოლიციის წარმომადგენლები დღეს განსაკუთრებულად აგრესიულები არიან აქციის მონაწილეების მიმართ. ამ წუთას პოლემიკა მიმდინარეობს და დაპირისპირება მხოლოდ იმის დაბობაზე, რომ აქციის მონაწილეები თხოვენ პოლიციას შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ ეთიკურები და აქციის მონაწილეების მიმართ გამოირჩევიან სიტყვები და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაკავებულია 3 ადამიანი ოფიციალური მონაცემებით, აგრეთვე დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელიც გადაყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. დაშავებული არიან აგრეთვე მცირედ ჟურნალისტები, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი.
ჩვენ ამ ჭიდაობაში მოვხდი. ჩვენ აგვისაუბრება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ფაქტიურად დაშავებული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. ამ გაგიწერე სიტუაცია, როგორ მოხდა სიტუაციაში და რა ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. სიტუაცია რომ აღიწეროთ, მინიცხრაები იყო აქ. ეს იყო გაბოროტებული, გამხეცებული მასა ზონდერებისა, რომელსაც პოლიციელების არაფერი არ ცხია. საკუთარით არა მოხალხეს პროტესტის გამოხატვის დროს ექცევიან როგორც მხეცებს. პრინციპში ეს მათთვის პირველი არ არის. ოცივნის მათ დაამტკიცენ, რომ ჩვენ მხეცებად ვთვლიან, მაგრამ არ დასრულდება ასე. ბატონობის ძინა კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ დასრულდება. იმპერიები ვერ იარსებებენ და მონობას ვერ შეუყვება ქართველი ხალხი. ძალიან ცუდი და არა ადამიანური. ეს პოლიცია არ არის. ეს არის ზონდერების ჯგუფი პოლიციის ფორმაში. მეტია ეს არის ჩემი კომენტარი. არა, ფერი ცელი და ადროვანი. როგორც ხედავთ, რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, პოლიციელები ფიზიკურად თავს დაესხნენ ახალგაზრდებს. დაპირისპირება გამოიწვია ახალგაზრდების მიერ საპროტესტო აქციამ, სადაც გაუშვეს საჰაერო ბუშტები მთავრობის აპარატის წინ. ფაქტიურად პოლიციამ ბუშტის გამო ცემა აგინა და დააკავა რამდენიმე ადამიანი. აბა ჩვენ ვაიძულებ, ჩვენ ამ ყველაფერს ჩვენ ვაიძულებ. ძალადობა იყო, ბუშტი აუშვა მოტაცა, ძალადობა იყო და ხალხს დედაუღალე გადაუვალეს თქვენ შემოდი. ადამიანს კრაუდი ლოგი ბრძოლ ვესური ჩვენ ამ ძალებას შეასრულებთ ჩვენ გაგვაცანეთ მონეთ იყო მერტაკის ბუშ მოგიწოდეთ 20 ნადი დისტანციაზე აქციის მონაწილეებთან გადა აი არქოვინი გადა როგორც ხედავთ, აქციაზე გაშლილი ერთ-ერთი კარავი გაშლილია. ბეკაპი და პირეთში ხარ. აი სასაცილოა, ბუშტის გამო მოხდა დაპირისპირება. ერთი უწყინი არის ჰელიუმის ბუშტის, რომელიც შვიდობიანად გაუშვით, აი ამაზე მოხდა ყველაფერი. ეს არის პოლიციის ფორმებში გადაცმული კრიმინალები, ძველი ბიჭები. აი მოუკვეთ მაყურებელს რა მოხდა რა, როგორ მოიპარეს ბუშტი, სპეცოპერაცია ბუშტი. აი 20-30 პოლიციელი მივიდა, მოხსნეს და უნდა რომ წაეღოთ ეს ბუშტები. ხოლო ბუშტი იყო, მეტი არაფერი. გამოდი და გველაპარაკე. ვიჟუალს. სამართლოები არის. მადლობა, როგორც იცით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. სასაცილოა, მაგრამ პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია სახელად ბუშტი, ახალგაზრდებს მოპარეს ჰელიუმის ბუშტები, დაუპირისპირდნენ ფიზიკური შეფასებების შედეგად დაზიანდა აქციის რამდენიმე, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ასევე დაშავდა ჟურნალისტები და რამდენიმე აქციის მონაწილე. ჟესტების გამოხატულება იმის გამო რომ ჩვენ კარგად ვიცნობ ჩვენ კარგად იცით ჩვენი მდგომარეობა მაგრამ ადამიანური სახეები აქვს დაკარგული და ბუშტი ჩამოხსნეს აი ამის გამო მოაწყდა და ჩვეულებრივად იდგნენ ბავშვები მოაწყდა რაღაცას ოჯახები ქართველები არ ხარ დამიჯული არ იყო ოჯახები არ გაგუჟო ეს ხათამზიაში სამიტები ოქიტები და მე ხომ აი ამ სისტემაში აი ისინი სიციკაბადი მონებადი შნირებადი ო სადაც ეწერა იძინა იმანიშვილის მოდი ეს უსტები იყო აწეული საუბრობის თავმჯდომარე თორნიკე ნიჟვაძის სადაცი ვერაიტანა ეს და ოტე ანანიაშვილის დეპარტამენტის დირექტორს დაავალა რომ ეს ახალგაზრდები დაერბევია და დაეკავებინა არის რამდენიმე აქციის მონაწილე დაკავებული არის დაშავებული და არის დარბეული ახალგაზრდების ჯგუფი
ვის რა შეჭირდება ამის დაუფარის